ხელოვნური ინტელექტი არ ეცებს, ის ირჩევს ერთ კონკრეტულ კომპანიას, რომელსაც თვლის, რომ შენთვის არის რელევანტური. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტი, რადგან მინდოდა რომ მელაპარაკო. შემდეგ რა პრობლემებს ავაწყებთ? 80% კომპანიები, მით უმეტეს პატარა კომპანიები, ან ისეთი კომპანიები, რომლებიც არ აქცევენ სტრუქტურულ მოწყობას, ყურადღებას და ასე შემდეგ. უბრალოდ არ ჩართო. უბრალოდ არ იყვნენ რეკომენდირებული პასუხები და ეს მართლა ძალიან დიდი ტკივილია. მეორე ვარიანტი. ამ წელს მაგალითად ველაპარაკებით საქართველოში აბსოლუტურად ყველა დიდ კომპანიას, რომლის სახელიც გახსნებად რეკლამაში მინახავთ, ყველას ველაპარაკებით. დიდ კომპანიებს აქვს ეს პრობლემა. ჩემზე ChatGPT ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს არასწორად. მაგალითად, ვარ სადაზღვეველი. მაქვს პროდუქტი მანქანის დაზღვევა, რომელზეც შეიძლება ორ თვეში ერთხელ ვანახლებდე პირობებს. ChatGPT შეიძლება აღწოდეს ერთი წლის წინანდელი ინფორმაცია. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა დიდი კომპანიებისთვის. ChatGPT-ს არ აქვს განახლებადი წყარო, რომლისგანაც მუდმივად წარმოიღებს ინფორმაციას და მოგაწვდით თქვენ. ამიტომ არსებობს ორი პრობლემა დღეს. ერთი, რომ შეიძლება საერთოდ არ ჩანდეთ, ან მეორე, შეიძლება ჩანდეთ, მაგრამ არასწორად ლაპარაკობდეს ჩვენზე ხელოვნური ინტელექტი. და რატო გაჩნდა დიფრენკის საჭიროება? დიფრენკი არა. გიორგი მაქსიმოვი კიდევაც. ინტერნეტი, როგორც და საიტები, როგორც იყო 2022 წლამდე, ანუ ხელოვნური ინტელექტის გამოსვლამდე, იყო მთლიანი გათვლილი ადამიანებზე, ადამიანი იუზერებზე, რომლებიც უნდა შემოსულიყვნენ, გუგლში უნდა ჩაეწერათ სხვადასხვა კითხვა და მოეგნოთ ჩვენი ბიზნესისთვის. მაგრამ ახლა არის სრულიად სხვა სიტუაცია. ადამიანები აღარ მიდიან პირდაპირ ბიზნესებთან, ისინი მიდიან ხელოვნურ ინტელექტთან, ეკითხებიან მათ აზრს, და მხოლოდ შემდეგ იგებენ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ბიზნესებზე. ანუ თუ ხელოვნური ინტელექტი თქვენ კარგად გიცნობთ და თქვენი ჯერა, თქვენი ბიზნესის ჯერა, ჩათვალეთ რომ მომხმარებელსაც თქვენი ჯერა. იმიტომ რომ აქ შუამავალი მთლიანად არის ხელოვნური ინტელექტი. ეს არის დიდი შეკი მეორე, რაც ახლა არსებობს. ადამიანს აღარ უწევთ 10 კლიკზე შესვლა, 10 დამოკიდებად შედარება და მერე გადაწყვეტილების მიღება. არა, ჩვენ მთლიანად ამ გადაწყვეტილებას ვანდობთ თქვენ ხელოვნურ ინტელექტს და ის იღებს გადაწყვეტილებას ჩვენთვის. და დიფრენკი არის ზუსტად ეს ფენა. დიფრენკი შეიქმნა ამ მიზნით. დღეს ხელოვნურ ინტელექტებს არ ესმით კარგად ბიზნესები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არც თქვენ ბიზნესს ის გათვლა არ ქონია თავიდან, რომ მოდი მე საიტს ავაწყო, იმ გათვლით, რომ ხელოვნური ინტელექტი ის კარგად გაიგოს. ეს არ არსებურია, იმიტომ რომ ამის საჭიროება არ ყოფილა. მაგრამ დღეს გაქვს საჭიროება. ხელოვნური ინტელექტები, აგენტები, ისინი ეძებენ თქვენ სერვისებს, მათ უნდა თქვენი ინფორმაცია, მათ უნდა თქვენს идеალურ კლიენტებზე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება თქვენ საერთოდ არ აქვს საერთოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალში უკვე ერთ თვეში, ორ თვეში ყველა კომპანიამ აბსოლუტურად გაიაზროს, რომ თქვენი მომხმარებელი არ ხდება მარტო ადამიანი, თქვენი მომხმარებელი არის ასევე ხელოვნური ინტელექტი. და ეს ენა, რომელზეც იგებს რა ბიზნესი, არის დიფრენკი. პირდაპირ აგებინებს ხელოვნურ ინტელექტს, ვინ ხარ შენ, რა მისია გაქვს, რა მიზნები გაქვს, ვინ არის შენი იდეალური მომხმარებელი და ვის უნდა ურჩიოს შენი ბიზნესი და პროდუქტი. ეს ფენა აქამდე არ არსებობდა და დიფრენკი არის ერთ-ერთი პირველი კომპანია მთელ სოფლიოში, რომელიც ამაზე მუშაობს. მაგალითად, წინა თვეს ველაპარაკეთ ჩემ მეგობრს გუგლში, ამობენ რომ ჩვენ კი მუშაობთ დამოუკიდებელ ამაზე შიგნით, მაგრამ არ გვინახავს რომ იმე გარეთ ამაზე მუშაობს. და მინდა მოგილოცოთ ასევე რომ საქართველოში არის პირველი დიდი კომპანია, რომელიც ამ ხელა პრობლემას ეჭირდება. რა თქმა უნდა, რთულია საქართველოსთან ვერადროს რთულია ამის კეთება, ვიდრე იქნებოდა ამერიკაში, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ, გვაქვს შედეგები და გვინდა რომ იდეაში ყველას გაგიზიაროთ ეს მიღწევები და გვინდა რომ თქვენც იყოთ ამ დიდი მოძრაობის ნაწილი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ ყველაფერი ძალიან მალე შეიცვალა. ერთი კითხვით მინდა უბრალოდ დავამთავრო, ხვალ მაგალითად თქვენს ხელოვნურ ინტელექტს რო გახსნით და დაიწყებთ ლაპარაკს, ერთი რამე კითხვა. დაუსვით კითხვა თქვენს სფეროზე, თქვენს ნიშაზე და უბრალოდ შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი კომპანია იქ პასუხი. რატომ?